და სხვათა შორის თქვენი ტელეკომპანია ვახსენე და როდის მიმტკიცდება ხოლმე ეს რწმენა რომ ისტორიის სტორმხარეს ვართ და მართლები ვართ და აბსოლუტურად სწორი გეზი გვაქვს აღებული და რატომ მჯერა რომ თავიდან ბოლომდე პროპაგანდა გვიპირისპირდება აი ტელეკომპანია იმედი პატივიცემა ყველა თანამშრომელს არაფერი პიროვნული უბრალოდ თქვენი ინტერესი თქვენი ხელმძღვანელობის ანუ ქართული ოცნების ინტერესი ხო უნდა იყოს თუ კი ისინი რასაც საუბრობენ და საუბრობთ და რა სარედაქციო პოლიტიკაც გაქვთ და ესეც თქვენი არჩევანია ხო ის არის სიმართლე ხო უნდა იყოს თქვენი ინტერესი რომ მაგალითად ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიან, ელენე ხოშტარიან, ზურა გიჩი ჯაფარიძიან სხვები თქვენ გადაცემის სტუმრები ვიყოთ პირდაპირ ეთერში და თქვენ შეგვიქმნათ სერიოზული დისკომფორტი. მაგრამ არაფერის გავსი. ბოლოს ტელეკომპანია იმეჯი, როდის ვიყავი სტუმრად მიწვევნა, მე ვფიქრობ, ეს იყო დაახლოებით 5 წლის წინ. ხალბატონი მახსოვს, თეონა გეგელია იყო გადაცემის წამყვანი და ბატონი გურამი გვარი არ მახსოვს. 5 წლის წინ. ეხლა გეკითხებით მარტივად, რიტორიკულად. თქვენ თუ მართლაც ფიქრობთ და გულისხმობთ, რომ ჩვენ ვემზადებით დესტაბილიზაციისთვის, ჩვენ ვემზადებით ქაოსისთვის, ჩვენ ვემზადებით არეულობისთვის და ამის მტკიცებულებები გაქვთ. ხომ ყველაზე მარტივია დამიძახოთ პირდაპირ ეთერში და თქვენი ტელეკომპანიის წამყვანმა ტელეჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში დამისვას ეს მძიმე კითხვები, მაგრამ რატომ არ მეძახით, იცით? იმიტომ რომ ამ კითხვებზე პასუხები იცით. და არ გაწყობთ, რომ პირიქითა საქართველო, რომელიც თქვენ დაყავით ორ ნაწილად და არის აქითა და იქითა საქართველო, არ ჩადგეს მდგომარეობაში, სადაც სიმართლის მარცვლები შევა ოჯახებში. ამიტომ თქვენ კითხვას ასე ვუპასუხებთ და ვუპასუხე კიდევაც. თუ კი მე ვემზადები დესტაბილიზაციისთვის და არეულობისთვის და ქაოსისთვის, კი ბატონო, კითხვების დასვა შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში.